ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს იუნგის თხზულებაზე პიკასომ, სადაც ძალიან საინტერესოდ არის განხილული არლეკინის მხატვრული სახე, არლეკინის არქეტიპი და იუნგი ამ თხზულებაში არლეკის პიკასოსეულ არლეკის მე მინდა ხაზი გავუსვა, არა ზოგადად კომედი დელარტეს ამ ნიღაბს არამედ არლეკინს სწორედ პიკასოს შემოქმედებაში უწოდებს არქაულ ქთონიურ ღვთაებას. იმ არაცნობიერის ბნელ რაინდს ან გმირს, რომელსაც ჰადესი ფსიქიკის მიწისქვეშეთი უნდა გაიაროს. და აქვე swams კითხვას იუნგი, თუ რამდენად ძალუძს არა მხოლოდ პიკასოს ამ პერსონაჟს, არამედ მთელს თანამედროვე ხელოვნებას ამ რთული, მართლაც და ჰეროიკული მისიის შესრულება. პიკასოს არლეკინმა გმირმა მასხარამ სრულიად დაამსხვრია, წერს იუნგი, თავისი გარე საფარველი, ნაჯუჯი, რომელიც სხვა არაფერია თუ არა გონება და ინტელექტი, საღი აზრი და საზოგადოდ სამყაროსადმი ცნობიერი გონების მიერი მიმართების უნარი. ასე გამოვლინდა ხელოვნების ენით თანამედროვე ადამიანის უმწვავესი პრობლემა, ინტელექტისა და ცნობიერების კრიზისი. როგორც ხედავთ, ამ თხზულებაში წარმოდგენილია იუნგის დამოკიდებულება არა მარტო თანამედროვე ხელოვნების მიმართ, არამედ თანამედროვე ადამიანის და თანამედროვე ეპოქის მიმართ. თანამედროვე ეპოქას იუნგი მიაწერს ცნობიერების და აზროვნების კრიზისს, რასაც მისი აზრი ძალიან ცხადად და ნათლად ასახავს პიკასოს შემოქმედება და საზოგადოდ თანამედროვე ხელოვნება. პესიმისტური პათოსითაა გამსჭვალული იუნგის ნარკვევიც ულისეს მონოლოგი. იუნგი იხილავს ჯეიმს ჯოისის ულისეს და აკავშირებს ამ თხზულებას არა მხოლოდ ავტორის მწვავე ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, არამედ მთელი ეპოქის თავისებურებებთანაც. ჯეიმს ჯოისის ულისე მისი ძველბერძენი სეხნიასგან განსხვავებით, საუბარია ულისე ოდისევსზე, უკიდურესად პასიური ცნობიერების, სამყაროსადმი პასიური დამოკიდებულების გამოხატულება. მე მინდა შეგახსენოთ ულისე ოდისევსის ფიგურა ძველბერძნულ მითოლოგიაში და ჰომეროსის ოდისეაში, ეს არის ძველბერძნული მითოლოგიის და ეპოსის უსაყვარლესი პერსონაჟი, რომლისთვისაც დამახასიათებელი არის და უპირველესი, ასე ვთქვათ, რომლის ნიშანი და ატრიბუტი არის დინამიკა. ოდისევსის შემთხვევით არ იქცა მოგზაურის არქეტიპად, მამაკაცი მოგზაურის, დინამიური მამაკაცის, ქმედითი მამაკაცის, აქტიური მამაკაცის არქეტიპად. და ძალიან საინტერესოა ის 20 წელი, ასე ვთქვათ, 10 წელი ოდისევსი შეგახსენებთ ტროას ომში იბრძოდა და 10 წელი ბრუნდებოდა შინ ტროადან საბერძნეთში. 10 წელი მან მოანდომა მოგზაურობას. მოგზაურობა და ბრძოლა, როგორც ოდისევსის ძირითადი ნიშნები და ატრიბუტები. და განსხვავებით ძველბერძენი ოდისევსისგან, ულისესგან, თანამედროვე ულისე არის უკიდურესად პასიური ცნობიერების წერს იუნგი, სამყაროსადმი პასიური დამოკიდებულების გამოხატულება. არ არის შემთხვევითი, რომ ჯოისმა ამ ნაწარმოებს თავის რომანს დაარქვა სახელად ულისე და ამით გამოხატა თანამედროვე ულისეს რაობა. თანამედროვე ადამიანის საზოგადოდ რაობა და მის ძირითად ატრიბუტად არსებით ნიშნად მიიჩნია სწორედ პასიურობა, რასაც ძალიან კარგად უსვამს ხაზს და აღნიშნავს და რასაც აკეთებს აქცენტს იუნგი თავის თხზულებაში ულისე. ჯოისის ულისე წერს იუნგი ერთგვარად თვალია, რომელსაც წართმეული აქვს არჩევანის უნარი და რომელიც ქაოტურ ზემოქმედებათა მორჩილი ტყვეა. თვალი როგორც პასიური ჭვრეტა, როგორც უმოქმედობა, ასე არის გაგებული ამ შემთხვევაში, როგორც ზემოქმედებათა სამიზნე, რომელსაც აქტიური ჩარევის, აქტიური უკუზემოქმედების უნარი აქვს წართმეული. მთელი
წიგნი, მთელი რომანი წერს იუნგი ეს არის 735 გვერდი აკონკრეტებს, მოგვითხრობს ერთ უსახურ დღეზე, რომლის განმავლობაშიც არაფერი ხდება. თუ კი ჰომეროსთან ოდისეაში მოქმედება იცვლება ელვისებური სისწრაფით, სადაც ოდისევსი გადადის ერთი ადგილიდან მეორეში, სადაც მას ხვდებიან უამრავი პერსონაჟები, როგორც რეალური ადამიანები, ასევე მითიური ასევე ოლიმპიელი ღმერთები, შიკრიკები, ოლიმპიელი ღმერთების ფანტასტიკური არსებები და ასე შემდეგ, სადაც ძველბერძენ ულისეს უხდება დაბრკოლებათა მთელი წყების გადალახვა, სადაც ულისე უპირისპირდება სტიქიას, როგორც პოსეიდონ სტიქიის სახით და ასე შემდეგ და სადაც ყველაფერი ძალიან ჰეროიკულად და მაჟორულად ბრუნდება, ის ბრუნდება, თავდება, უკაცრავად სრულდება, იქ ბრუნდება სახლში, თუმცა იქაც იგი ბრძოლაში ჩაერთვის, ამარცხებს პენელოპეს და მისი ტახტის მსურველებს და საბოლოოდ იმკვიდრებს მისთვის განკუთვნილ ადგილს. განსხვავებით ძველბერძენი ულისესგან, თანამედროვე ულისე, ჯეიმს ჯოისის გმირი, სულ უსახურ დღეში, უსახურ, ასე ვთქვათ, სივრცეში არის წარმოდგენილი. მისი დღე არის უსახური დღე, რომლის განმავლობაშიც არაფერი ხდება. ის არაფერს არ აკეთებს რეალურად და როგორც იუნგი მიუთითებს, ეს არის სრულიად უიმედო სიცარიელე. ჯოისის ნაწარმოებს იუნგმა მონსტრი უწოდა. და მასში ლიტერატურულ სიურეალიზმში არა მხოლოდ ავადმყოფური ლუღლუღი ეს მისი სიტყვებია, არამედ ირონია და სარკაზმი დაინახა. სახეზე არა მხოლოდ აზროვნების ატროფია წერს იგი, არამედ ღირებულებათა სისტემისა და გრძნობათა ატროფიაც. უფრო მეტიც იუნგი პარალელს ავლებს ულისესა და შიზოფრენიულ აზროვნებას შორის და მიიჩნევს, რომ ჯოისის ეს რომანი ყველაზე პათოლოგიური მოვლენაა თანამედროვე მოდერნისტულ ხელოვნებაში. ჯოისის რომანში, როგორც ჩვენი დროის კოლექტიურ მანიფესტში, გაცხადდა იუნგის გაგებით თანამედროვე ადამიანის პიროვნული რღვევა და ფრაგმენტირება, სხვა სიტყვებით მასობრივი შიზოფრენია. ძალიან საგულისხმოა, რომ ამას წერს, ამაზე საუბრობს ფსიქიატრი. მისივე განცხადებით ფსიქიატრი, ადამიანი კლინიკური ფსიქოლოგი, რომელსაც ურთიერთობა აქვს კლიენტებთან, პაციენტებთან და რომელიც მუშაობს კლინიკაში. თანამედროვე ხელოვნება შემოქმედებასთან არსებითად აკავშირებს ნგრევას, რაც იუნგის გაგებით თანამედროვე კაცობრიობის სერიოზულ პრობლემათა ანარეკლია და გამოვლინება. ამ პრობლემათა შესაბამისად ულისე ჯეიმს ჯოისის რომანი წმინდა უარყოფაა, შემოქმედებითი ნგრევა, უარის თქმა მშვენიერებასა და საყაზრზე. კულტურული აპოკალიფსის მიზეზად იუნგი ტრადიციული იდეალების გახისტებასა, აქ იდეალი როგორც კანონი და იმპერატივი უნდა გავიგოთ და მათ მიერ ადამიანის სრულ გაკონტროლებად დამორჩილებას ხედავს. ტრადიციული იდეალები, როგორიც არის ჭეშმარიტება, მშვენიერება, ზნეობა დოგმატურობისა და იმპერატიულობის მიზეზით თანამედროვე ადამიანის ბორკილებად, ერთგვარ მეტაფიზიკურ პოლიციად იქცა. ამიტომაც ცნობიერების, აზროვნებისა და ზნეობრივ სოციალური კანონების მკვეთრი შუქით დაბრმავებულ ადამიანს, თანამედროვე ადამიანს მხსნელად არაცნობიერის, ირაციონალურის სიბნელე ევლინება. ის, ასე ვთქვათ, არე, რომელიც სიცხადისა და კანონთაგან განდგომასაც გულისხმობს. ჯოისის ულისე ადამიანს ტრადიციულ ღირებულებათაგან, რომლებზეც აქამდე იდგა ევროპული ცივილიზაცია, ან სულიერი ბორკილებისგან ათავისუფლებს. იუნგი დასძენს, რომ ავტორის სავსებით შეგნებული პროტესტისა და მიზანმიმართული მოქმედების გამო ულისე სრულიად არასიმბოლური ქმნილებაა. შესაბამისად, იგია ცნობიერების წინააღმდეგ გაბრძოლება ცნობიერებისავე მეთოდებით. ჯოისი რეალობისადმი ცნობიერ
შემეცნებით თუ ცხად დამოკიდებულებას ისევ და ისევ ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ხერხებით უპირისპირდება და ამით კიდევ უფრო აღრმავებს უფსკრულს თანამედროვე ადამიანსა და მისავე არაცნობიერ ფსიქიკას შორის. ჯოისის მხატვრული არჩევანი ხელს უწყობს რეალობის ხატოვან სიმბოლური ან მხატვრული აღქმის უნარის დაკარგვას.